დაკვირვები ხარ? რა მაგარი შეგრძნებაა, როცა ჯერ არ გავლილ გზებს გადიხარ. რაღაც ახალს, შენთვის უცხოს. ყველა ასეთ მოგზაურობას კონკრეტულ ადგილთან ერთად საკუთარ თავთანაც მიყოფხარ და არავინ თქვას, რომ ეს ასე არაა. თუ ზოგიერთი გზა გირთულება ან სიახლე გაშინებს, გამყოდი დაიხმარე. მათ ამ მთებზე, მინდვრებში, დუბილიკებზე ჩვენამდე და არაერთხელ უვლიათ. ეს მე ვარ, ეს ზუკია, ჩემი ოპერატორი. ეს სათვალე ვისაც უკეთია ჩვენი პერსონაჟია, რომელიც ახლა ლაშა, რომელიც აი მთაზე აგვიყვანს აი. აუ, რა მაგარი ხედია. თან ფერად ყველაფერს სათვალეებით ვიღებთ. ჩემი იმართულება ავიღოთ. დღევანდელ ეპიზოდში ნახავთ საინტერესო და გამოცდილ გიდს, ვულკანური წარმოშობის მთებს და ტბას, ჯავახეთის ულამაზეს ზეგანებს და ჩემთვის პირად აღმოჩენას შაორის ციხეს, რომლისკენაც გზას ჩვენს პერსონაჟთან ერთად ავივლით და მისგანვე მოვისმენთ საინტერესო ამბებს მისი თვალით დანახულ საქართველოს ზესტუმრობის შთაბეჭდილებებზე, გიდობის ჭირსა და ლხინზე და ყველაფერი იმაზე, რაც მოგზაურობას უკავშირდება. არ დამითვლია ზუსტად, მაგრამ 10 წელს გადავაცილე, რაც გიდი ვარ, 31 წლის გახლავართ, ლაშა ფირცხალაიშვილი. და საქმიანობა დავიწყე, საფეხმავლო სალაშქრო ტურებს ვაკეთებდი, სკოლას რო ვამთავრებდი, საკმაოდ ბევრი რეგიონი კარგად ვიცოდი და ამან განაპირობა ის, რომ ნელ-ნელა შევყევი ამ საქმეს, ვიცოდი უცხო ენები. მტრის ენაც ვიცი, მაგრამ ეგენი არ მყვანან ძირითადად ფრანგულ სეგმენტზე ვმუშაობ. Nous sommes dans les mégalithes de Chaori. C'est une région moins développée dans le tourisme. საფრანგეთის არის მთავარი ქვეყანა, საიდანაც ვღებულობ ტურისტებს და ფრანგულ ენოვნები, როგორც არის ბელგია, შვეიცარია, კანადა. სანამ შენი პერსონალური ამბის მოყოლას დავიწყებთ, მაინამდე ორი სიტყვით რა ვთქვათ, სად ვართ, რას ვაპირებთ, რა გზა გვაქვს გასავლელი? ვართ ჯავახეთის ვულკანურ სტეპებში. ჩვენიერი მარტივი მარშრუტი გვაქვს. მარტივი, 1 საათი. ხო, ნუ სიმაღლეთა შორის სხვაობა გვექნება დაახლოებით 400 მეტრი. ხო და ზემოთ რა? ზემოთ გვხვდება მეგალითურ ციხეში გვექნება ვიზიტი, რომელიც დაახლოებით 6000 წლის არის. და რომელ ციხესაც თავისივე მეგალითური ბილიკი ასდევს. ანუ ეს რას ნიშნავს? ნახავთ ცოტა ზევით. ისიც ვთქვათ, რომ სავარაუდოდ არც ისე პოპულარული დანიშნულების ადგილია. არც ისე და იმედია სულ ესე იქნება. მე მჯერა მაგის იმიტომ რომ არ აღმოაჩინა. ხო, ნუ იმიტომ რომ მიყვარს ეს ადგილები და ჩემი ერთ-ერთი ესე ვთქვათ. კოზირი. არა, ჟარგონი, ვცდილობ. კოზირი. არის ის, რომ ესეთი ადგილები მოსწონს იმ ხალხს, ვინც ჩემამდე მოდის. და მე უამრავჯერ ვარ აქეთ შემოსული უკვე, წლებია დავდივარ, ხშირად მიწევს საფულში კონკრეტულად აი ანიქით შესვლა ან ამ მთაზე მოსვლა და არასდროს ჯერ სხვა ტურისტი არ შემხვედრია სიტყვაზე, რომ ჩემები რომ ამყავს, მარტოები ვარ ცულ და ანუ შენი პერსონალური ბილიკიც შეიძლება დაახლოებით შეიძლება ესე ითქვას, ხო რა, რომ ანუ არ არის დატვირთული ეგრე რომ ვიღაცები ძალიან კარგი, ვნახოთ, მაინტერესებს ძალიან. შორიდან რო შეხედო, აი თითქოს ვიღაცამ მოიტანა და დაყარა ხო ამ ხელა მთა. აი ღმერთებმა მოიტანეს და ჩამოყარეს. და სხვათა შორის ევროპაში არის უნიკალური ლანდშაფტი ეს, არსად არ მეორდება იგივენაირი. ევროპის მასშტაბზე ეს ვულკანური სტეპები არის ერთადერთი ჯავახეთში. აი ამ სიმაღლეზე ვართ, ეხლა ვართ 2300 მეტრზე დაახლოებით უკვე ამოსულები და რო გაიხედავ სულ ღია გაშლილი სივრცეა და მთათა სისტემა, ხო? ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილებში იგივე პერიოდში არის იდენტური ნაგებობები აშენებული და მერე მივიწყებული არის ექსტილი, აი ჟანრი, მეგალითური ნაგებობები. ლონდონის Stonehenge ყველა მიცის.
სიტყვაზე და დაახლოებით იგივე ერა არის, რაც ეს არის ჩვენი ჯავახეთის მეგალითები. და სხვა კიდე რაღაც სახელები უცებ შეიძლება ვერ გავიხსენო, არის რა, იქით მექსიკის მხარეს არის, იქით ევროპაში კიდე სხვა მეგალითური ნაგებობები არის. ჩვენი იმით არის გამორჩეული, რომ ისინი არის ძალიან მარტივ მისადგომ ადგილებში გაკეთებული. გავაგრძელოთ გზა. სანახაობა გველის. წავედით. ხშირ შემთხვევაში მე უფრო დიდ სიამოვნებას ვღებულობ ხოლმე ვიდრე ტურისტები თქო, ანუ ამაში იმას გულისხმობ, რომ ისინი პირველად ნახულობენ რაღაცას და მოგზაურობენ და მე ვმუშაობ, მაგრამ თანამედროვულად თავსაც ვამოგზაურებ და აი ეს პროცესი იმდენად მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ დაუფიქრებულ ვარ, აი რა პროფესია მენდომებოდა სხვა რა რომ გამეკეთებინა და მგონია რომ ყველაზე ისეთ ადგილას ვარ დასმული, სადაც უნდა ვიჯდე. ესე ვიძახი ხოლმე რომ სამყაროს სუხტი მადლობას, რომ ეს ყველაფერი მარგუნა. იმიტომ რომ რო ვიხედები ჩემს ირგვლივ ბევრს არ აქვს ფუფუნება, რომ წყნარად აკეთოს ის საქმე, რაც მას უყვარს. ანუ რო ავდივართ არის ეს ორმოები სპეციალურად მოწყობილი იმისთვის, რომ როდესაც ციხეზე იქნებოდა შეტევა, აქ ჩამალული ხალხი გამოსულიყო და უკნიდან დაერტყათ. ზოგჯერ 10 მეტრი კვადრატიც მინახავს, 20-იც, დიდებიც არის. შეგიხედავს? მიულია კი ქვევით. აი ესეც იყო ერთ-ერთი ორმო აქ მოწყობილი, აი ესე კვალი ეტყობა, ნუ ჩანგრეული არის. ეს თლიანად დახურული სივრცე იყო. და შესაძლოა მქონდა ხოლმე არის შემორჩენილი უკეთესი ვარიანტები, ხო? სადაც ჩანს, რომ აი მარტო ერთი ადამიანი გაეტევა შესაძლოა და იმას ამოქოლავდნენ ესეთივე ბრტყელი ქვით. ხო. გარედან ამოქოლავდნენ და ნუ ეხა აი შეხედე და რა ვიდა. მიდი და იპოვე, ხო. ეს ეხა ამის ფუნქცია იყო, რომ გზა იყო მშვენიერი შეხედე, ანუ რომ გადიხარ ლამაზად ამ ქვათა ჯუნგლებში. და პირდაპირ მიდიხარ ციხეზე ზედმეტი იმის გარეშე. ანუ ეს ისე კარგად ქონდათ გაკეთებული. რომ მარტივი გასასვლელად. ანუ ცხოველსაც აიყვანდნენ სავარაუდოდ. როცა აფარებდნენ თავს შინაურ ცხოველსაც აიყვანდნენ, რო ქონოდათ საკვები, რძის პროდუქტი, რაღაც წყალი აეტანათ ელემენტარული. შემოსევების დროს თავშესაფარი შეიძლება. ეხლა წარმოიდგინე შენ თუ არის ომი ქვევით და გინდა თავში აფარვაქო წყალიც და საკვებიც ამოსატანი იყო. შესაბამისად ეს გზა არის აუცილებლობა აქ ამ გზის გარეშე ხა ესეთ გომაში ეს მოსახვევი ნახე ხა რა კაია. ხო. ხო აი აქ მართლა ესე. შეხედე ანუ იცნობა რომ გზა არის. უზარ მაზარი ქვები აი ეგრე ხა რო გახედავ არის დალაგებული იმასავით რა ქვია ქვაფენილივით რა. ანუ მაშინდელი პერიოდისთვის გენიალურად ქონდათ რავი გაკეთებული არა მარტო მაშინდელისთვის 6000 წელზე რო არის დაახლოებით საუბარი ნუ მეტი რა ეკნათ ეხა ეგ ადამიანები ეხა ჩვენ არ ვართ მიჩვეულ თორე შეიძლება დღეში 5 გზას აკეთებდნენ ზევით ქვევით აქ ხო აი ცენტრალური შესასვლელი და დანგრეული ქალაქის ციხე აი ეს პატარა ქვები რაც ყრია უკვე აქ სულ იყო იმის ნაწილი ციხის ნაწილი. აქ შევიდეთ? კი, შედი. ავის დასალევად ამოვედით 2700 მეტრზე, ხო? აუ აქ დაჯდომა. რატოს? რატოსა? რა დიქცევით ეონა. და როგორც ყოველთვის ჩვენ გვიმართლებს ხოლმე რაღაცებში, ეხაც ამინდში გაგვიმართლა, არც ქარია, არც წვიმა და მშვენიერი მზიანი ჯარია. ლაშა გვიმზადებს გემრიელ ყავას. ხო. და შევუდგებით საუბარს. დღეს აღარ წამოვიღეთ მეგალითებში
სამწვადე. ხო, წეგან კი ამბობდა რა ის ყავა და ჩურჩხელა, ეხა ცხრის მწვადი მომცაო. აი, აქ სულ არის ეს სამალავები, როგორებით გზაში გვხვდებოდა. თუ შეიძლება ოთახები იყო? არა, დასამალი ესა უკვე აღარ იყო, დასამალი ქვევით არის. ეხა რატო? ეს რაღაცა ამას დიდი შესასვლელი აქვს. ეს ოთახები არის და უნდა წარმოიდგინო დაახლოებით რა, ანუ მანდ უკვე მეცნიერები არ დაობენ რომ რაღაცით მოპირკეთებული ქონდათ ახლა აქაურობა, ანუ ესეც არიელი ქვა არ იქნებოდა, ან მატყლით იქნებოდა გამოტენილი, ან რაღაც ალახით შეზელილი, ხო, რომ ესე ვთქვათ, სითბო დაეცვათ და ახლა ამ კარზე სავარაუდოდ ესე გადმოწევდი ნაჭერს, შეხვიდოდი შიგნით და ნუ საძინებლები არის რა, იმიტომ რომ საძინებლები არის, იმიტომ რომ ეს ხალხი დანარჩენ საქმეს 4 იქნება? ხო, სადღაც მეტი 6 ალბათ ეს. იმიტომ რომ 3-2-ზე არის დაახლოებით. 15-20-მდე ესეთი ოთახი იქნებოდა რა, დაახლოებით. ინფრასტრუქტურაა ეს უკვე რა. აი, ეზოდავარქვათ ამას, შეიძლება ამ ეზოში რაღაც ქონდა კიდე სხვა რაღაცეები შესაძლებელია, ხით მოწყობილი, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება. მოდი ახლა შეგიდარებ თუ გინდა რა. ეს არის 6000 წლის. ხო. და ვარძი არის მე-12-მე-13 საუკუნის ნაგებობა. ანუ დაახლოებით რამდენი გამოდის ვარძის ასაკი? ნუ 1000 წელი ვთქვათ, ვარც კი, ხო? ხო და ნახე, ადუღდა ჩვენი ყავა. არა. დუღდება. ხო და ვარძი აი 1000-ისაც არ არის და ეს არის 6000-ის და რატო შევადარე იცი ვარძი რომ მოწყობილი იყო ხით შესასვლელები დარბაზები ისიც არ არის შენარჩუნებული ისიც კი არ არის შემორჩენილი და ეხა აქ წარმოიდგინე რა გაჩერდებოდა აქ რო წარმოიდგინო ზამთარში არის აი კატასტროფულად ძლიერი ხარი აი მია ყველაფერი ლაბის ქვებით შეიძლება ქარმა გადაყაროს მართლა ისეთი ძლიერი ხარები იცის და ყავამზად არის შემოვასხათ არ არის რაღაცნაირი ანუ პასუხისმგებლობასავით არის ხო რომ წარმოიდგინე შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე რომ ვიღაცას უქმნი წარმოდგენას შენს ქვეყანაზე. ძალიან. ეს ხო დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან, მაგრამ ანუ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ის ნაწილი ამ საქმის, რომელიც მე ნაკლებად მომწონს, ეს არის დაგეგმა. ანუ ტურის დაგეგმა, ანუ ეს მიმოცვლა, მიმოწერები, თან უცხო ენაზე ეს წერა, კითხვა და ეს ცოტა აი დამღლელი საკითხი არის ჩემთვის. უკვე რომ გამზადებული მაქვს და უკვე შიგნით მოგზაურობაში ვართ, ეგ ძალიან სასიამოვნოა. ხო, ანუ გიდი არ არის მარტო რასაც ვხედავთ ჩვენ ადამიანები, როცა ესე სადღაც გარემოში მიყავს დაუშვათ მოგზაური. ხო, ოჯახის წევრებიც ვერ ხდებიან რა მომენტში მუშაობ ხანდახან. ანუ აი შეიძლება ვიჯდე უბრალოდ და ვფიქრობდე ხვდები და აი არაფერი ანუ არ მჭირდება არც კალამი მჭირდება არც ამის დაწერა, ანუ პირველს რაც ვაკეთებ ვზივარ და ვფიქრობ. ანუ ლაგდება თავში. ანუ ყველას თავის ინტერესების შესაბამისად უსადაგებ მარშრუტებს და ლოკაციებს. დრო სად რამდენი დავყო, ვისთან რა ვისაუბრო, რა შევთავაზო. ქონია ისეთი შემთხვევა, რომ დავუშვათ რაღაცა, არ ვიცი ხა ზუსტად როგორ შეიძლება იყოს, მაგრამ აი იმის გამო, რომ დავუშვათ ტურისტია, სტუმარია და ეცნობა ჩვენ ქვეყანას რაღაცები შეგილამაზებია და რაღაცები როგორც არ არის, ისე მიგიწოდებია. არა, ძალიან ისა ვარ, მე მეგობრები და ახლობლები მიცნობენ, როგორც პირდაპირ ტიპს, ხშირად შეიძლება რაღაცისთვის ახლობლისთვის გულიც შეიძლება დამიწყვეტია, მაგ პირდაპირობით მოკლედ იმის მინდა რომ არ მიყვარს რაღაცების გამოგონება და მითების შექმნა და რაღაცები. არც მოგონება მიყვარს რაღაცების და გალამაზება. პირიქით, რაც მართლა ვთვლი რომ ლამაზი გვაქვს, მეამაყება და რაღაცა დაგვიწერია ვეფხისტყაოსანი, დაგვიყენებია 8000 წელია ღვინო და ეგეთ რაღაცები, მაგას ისედაც ლამაზად ყვები და გადავცემ, ხო? და მე ძალიან მიყვარს
dark side-ის ჩვენებაც, ანუ ჩვენი ბნელი მხარე, აი რა მაგალითად. დღევანდელი პრობლემები, მაგრამ მანდ მე ჩემი ისა მაქვს მაინც რაღაც ჩემებური მიდგომა მაქვს მაგასთან და იმასაც მე ვეუბნები, აი რა მიზეზით ვართ ესე, სიტყვაზე რომ აი ამდენი მტერი ყავდა, ტვინი გამოგვილაყეს, დაგჩაგრეს, სიტყვაზე რუსებმა ინტელიგენცია მოგვიკლეს, რაღაც და ეგეთ საუბარს ვაწარმოებ, რომ კი შეიძლება თქვენ ხედავთ ახლა რაღაც ცუდად მოძრაობთ ქუჩაში ქართველები. აი მანქანას ცუდად მართავთ, ან რაღაცა სიტყვაზე რაღაცა მოუწესრიგებელია ეგრე რა საზოგადო თემა რა სიტყვაზე. მაგრამ თავისი მიზეზი აქვს ამას. მე ამ ბნელ მხარეს რომ ვეუბნები რომ აი ეს გვჭირს, მე ვეუბნები მიზეზს და მიზეზად ყოველთვის გამომყავს ჩვენი მტრები, იმიტომ რომ ჩვენთვის წარმოუდგენელი არის. ან სადღაც მაინც ამართლებ. ვამართლებ აუცილებლად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ჩვენთვის ამ ხელა კულტურა ამდენი საუკუნის განმავლობაში საზოგადოებამ შექმნა ესეთი წინ იყო ევროპასთან შედარებით, თუნდაც წინა საუკუნეებში ბევრად წინ იყო. თუნდაც შუა საუკუნეებამდე ოქროს ხანა გვქონდა. ხო, ნუ ეხლა რავი, გინდ ცაში ყურება და რუსთაველი წერს მთვარეზე და მარსზე და სიმრგვალეზე და პლანეტა რომ მზის ირგვლივ ბრუნავს და ბრუნო მაგის გამო იქიდან 400 წელიწადში დაწვეს. ანუ რუსთაველს და ბრუნოს შორის სადღაც მე მგონი 400 წელია რა. ახლობთ. ხო და ნუ იმათმა დაწვეს და ჩვენთან ეგ 400 წლის წინ ამან დაწერა და დღემდე ყველაზე დიდ წიგნად არის აღიარებული ხო საზოგადოებაში. სხვათა შორის ჩემი იმის რა ქვია პროფესიის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა არის ახალი პოლიტიკა და ხშირად მეკითხებიან და გვაქვს ხოლმე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მეკითხებიან როგორ ცხოვრობთ, რას განვიცდით, აინტერესებთ ეს ძალიან და მე ხშირად მიწევს ამის ახსნა რომ იცით, ანუ კომუნისტები გამოვიარეთ, რომლებმაც ანუ გადაუარეს რა, ბოლო გადავლა რაც კი გადაგვიარეს, ეგენი იყვნენ. ამიტომ მაგაზე ესე ვიტყვი რა, ანუ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად ვიცხოვროთ და კარგ ქვეყანაში ვიცხოვროთ. პირველ რიგში არის მისახედი ალბათ ჩემი აზრით განათლების სისტემა, რომ საზოგადოება ძლიერი იყოს თავისი განათლებით, რომ ვიღაცებმა ვერ მართონ, ესე მარტივად მართული არ იყოს და მე ალბათ მაგ განათლებას უკვე ისიც მოყვება, რომ ეკონომიკაც აღზევდება და რაღაცას ცოტას გამოსწორდებით. დაღენ ამბობდი, რომ რომელიღაცა გასვლაზე დავუშვათ ყავდა 3 ასაკოვანი ქალი. გიფიქრია ხოლმე იმაზე, რომ აი ამ ასაკში პირობითად ევროპელი ადამიანები ახერხებენ რომ იმოგზაურონ, ილაშქრონ, ანუ ამის ფინანსურიც და ფიზიკური რესურსიც აქვთ. გაგივლია ხოლმე პარალელი დავუშვათ ჩვენს რეალობასთან? რა თქმა უნდა, კი. და როგორია სურათი? როგორი რამე არის, იცი? რაღაცეები გვაქვს, თუ შეიძლება არ ვიყოთ ეკონომიკურად, სიტყვაზე ფრანგივით ან შვეიცარიელივით გამართულები და ეგრე არ დავმოგზაურობდეთ აქეთ-იქით, მაგრამ რაღაცა პლუსები, მაინც პოზიტივები მოსაჩხრეკია, არ ვცხოვრობთ რაღაც ისეთ ქვეყანაში, რომ აი კი არის ხალხი უჭირთ. ეხლა აი მოხუცები რომ თუ მყავს ხოლმე სიტყვაზე და რომ უყურებ, რომ აი პენსიონერი არის, ჩამოვიდა დასასვენებლად საქართველოში და რამხელა ფული აქვს, რა როგორ ხარჯავს, რა რესტორნებში დამყავს და რა სერვისში მე რა ფულს მიხდიან და რა თქმა უნდა ეს პარალელები გამივლია, რომ აი ბებიაჩემი ხა სოფელში გაჭირვებული სიტყვაზე ძროხის ამარა და ეს ქალი სიტყვაზე, რომელიც ყოველდღე რაღაც ახალ-ახალი იმით გამოდიოდა, ლუკით რა, აი ქართულად რო ვთქვათ, ტანსაცმლით, სხვა სამოსით გამოდიოდა ყოველდღე. ოღონდ ისე რა, ანუ აი მოდურად ეცვა და რამე და აი მაგ დროს გამივლია კარგი პარალელები, რომ აი სად ეხა ეს ქალი და სად ბებიაჩემი მთელი წელი რომ ერთ და იგივე ის ჟილეტი აწვია, გარეთ რო გადის. კი, მაგრამ იმას სხვა ცხოვრება აქვს ნანახი, სხვა რაღაც ჩარჩოებშია გაზრდილი და ჩვენ სხვა თავისუფლება შეიძლება გქონოდა და იმას არ ქონოდა ეგ. პლუს მინუსები იქაც არის, ეხა იქ იმდენად მართლა აი შვეიცარია ვახსენე და იმდენად რაღაცა უკვე ჩარჩოებში აქვს ჩასმული კანონებით და იმით, რომ აი ესე არ შეიძლება, ის იქ ცეცხლს ვერ დაანთებ. მაგრამ დალოცულ ქვეყანაში სადაც გინდა წახვალ, რასაც გინდა, იმას იზავ. ნუ, რა თქმა უნდა, შენ თავზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომ არ დაყარო ნაგავი და არ და ცეცხლი არ გაუჩინო ტყეს სიტყვაზე, მაგრამ
შეზღუდულები არა ვართ ხვდები, აგერ სადავართ ეხა ამოსულების სიტყვაზე და ეს ეხა ისეთ ქვეყანაში ფასიანი აქ აურობის ნახვა და რიგებით დგას და ჩვენთან არ არის ეგ. მეგობრებისგან მივიღე ესეთი მეგობრული შენიშვნა, რომ შენს ეპიზოდებზე ცოტა პრაქტიკული მხარი აკლია ხოლმეო და შენი პერსონაჟები ისეთ რაღაცებზე ალაპარაკეო, რაც სხვა ადამიანებს გამოადგებათ და ეხლა მოდი მოვისმინოთ ლაშასგან დაუშვათ და ამ ეპიზოდის ყურების მერე ვიღაცას მოუნდა რომ გახდეს გიდი. აი რა ეტაპების გავლა საჭირო, როგორ ხდებიან გიდები? იბადებიან. ხო, ანუ ზოგადად გავშალოთ მაშინ ეს თემა და ეს სიტყვა გიდობა რას ნიშნავს? ანუ გიდობა ბევრნაირი არის კულტურის მიმართულებით, არიან გიდები მხოლოდ რაღაც რელიგიური გიდებიაც არიან, სამლოცველო და დეტალურად იციან სიტყვაზე. ეკლესია მონასტრები არიან გასტრონომიული გიდები, ისი ნაწილიც მეც ვარ, ეხლა თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ჩემი მოგზაურობების საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. და მე არიან უკვე სალაშქრო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, ბუნებაში გასვლაც, ეს ლაშქრობა და ლანდშაფტების აღმოჩენაც დაკავშირებული არის სხვადასხვა ცოდნასთან. არის საფეხმავლო გამყოლი. ანუ არის ამის სკოლები ალბათ, ხო? არის ამის სკოლები საქართველოში, რომლებიც გასცემენ სერტიფიკატებს, რომლებიც ამ სერტიფიკატებს სხვა შორის განვითარებულ ქვეყნებში შეგიძლია. ანუ ევროპის საქმიანობის დაკავდა, ხო, აღიარებული, ხო, ესეთი მაღალი დონის სკოლები არის. ეს უფრო ისწავლება, სწავლა რასაც ქვია, მოდი ვთქვათ, ლაშქრობა, ალპინიზმი, თუ ველოგამყოლობა და ასე შემდეგ, რაც შეეხება კულტურას. ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია, რომ აი რაღაც ესეთი სკოლა არის, რომ რაღაც წაგიყვანოს და ვარძიის ძეგლი გასწავლოს, ან მესხური მიწური სახლი რანაირად არის აშენებული, ან ამ მეგალითებზე მოგიყვანოს და ეს გასწავლოს ვინდა რომ ანუ ეს თვითონ შენზეა რომ შენი სწავლო? ეს უკვე თუ ამ პროფესიაში ხარ და ატყობ რომ გჭირდება, მე შენით ერკვევი ცუდი ნათქვამი არის უკაცრავად, ანუ შენ სწავლობ. კაი, და იმაზეც ვთქვათ, ორი სიტყვა დავუშვათ, რამდენად შეიძლება უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ აი დავუშვათ შემოსავლიანია ეს საქმე, რამდენად შეიძლება რომ ამით იცხოვრო. იმიტომ რომ შესავალ სიტყვაში არ მithქვამს, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ ტურიზმზე ძალიან ისე ჭარბად დამოკიდებული ქვეყანაა. კი, და ანუ გააჩნია რა, გიდს გააჩნია, არიან გიდები, ვინ გააჩნია რომელ ქვეყანას ემსახურები, ანუ რა ჟანრის გიდი ხარ, ისევ და ისევ, ანუ რა საქმეს აკეთებ. მგონია რომ გასტრო და კულტურულ ფლანგზე ვინც არიან დაკავებულები, შედარებით ნაკლებს შოულობენ და უფრო მეტი მაინც ფინანსურად საინტერესო არის. ვინც ევროპულ სეგმენტზე ატარებს სამთო სალაშქრო ტურებს, თუნდაც სკი ტურებს, თუნდაც ასვლებს, რაც ძალიან სიგიჟე პასუხისმგებლობებზეა საუბარი და ღირს კიდევაც ეგ თანხების შესაბამისად. ხო, რთულიც არის. და მე ჩემ თავზე რო ვისაუბრო, ვიტყოდი რომ საქართველოში ალბათ საშუალოზე კარგად მაღალი გამომდის. რომ გავყოთ ესე ხელფასად 12 თვეზე ჩემი დატვირთულობით გამომშრალებული თანხები. თუმცა მუშაობ რამდენიმე თვე და მე რამდენიმე თვე. დანარჩენი ემზადები ამ რამდენიმე თვისთვის. 6-7 თვე მუშაობ, ამ 6-7 თვიდან 4 კარგად მაგრად დაკავებული ვარ. ანუ თითქმის ჩემი თავისთვის დრო არ მაქვს. მოუბარის პირველი ლაშქრობა არ დაგვისრულებია, მაგრამ შეგვიძლია თქვა რა წარმატებით დავასრულოთ. მე კმაყოფილი ვარ, ოპერატორი შეიძლება ცოტა დაიღალა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იქნება და ეხა ეს გზა გვაქვს უკან ჩასავლელი. აი ქუნა ჩავიდეთ, ზუკი აბა გამაყოლე კადრი. სადღაც იქით იმ ტბის პირას. იმედია მზის ჩასვლამდე ჩავალთ. და თუ მშვიდობით ჩავალთ. შემდეგ პერსონაჟთან, შემდეგ საინტერესო ამბით შევხვდებით. წავედით. წავედით.